აჭარის ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში მოქალაქეების მიმართვიანობა 5-ჯერ არის შემცირებული. ამის შესახებ მაცნესთან უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია მასალკინი საუბრობს. იგი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქალაქიდან გადატანა მოქალაქეებს მთელ რიგ პრობლემებს უქმნის, რადგანაც ადგილობრივების უმეტესობას საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად ჩაქვში რამდენჯერმე მისვლის შესაძლებლობა არ აქვს. მასალკინი აცხადებს, რომ დეპუტატები მოქალაქეების მიღების გარდა ქალაქში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ესწრებიან და სამუშაო ჯგუფებში აქტიურად არიან ჩართულები, რის გამოც ჩაქვიდან ბათუმში დღის განმავლობაში რამდენჯერმე უწევთ ჩამოსვლა. ეს კი დამატებით ხარჯებს იწვევს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ამჟამინდელი შენობით ინვესტორების დაინტერესება და მიღებული თანხით შენობის ქალაქის ტერიტორიაზე შეძენა გაცილებით პრაქტიკული იქნებოდა. მოქალაქეების რისკი შემცირდა 5-ჯერ. ანუ იყო თქვა 2000, დღეს აქცევს მხოლოდ 400 და რაც ბუნებრივია ცუდია. და უფრო მეცაც გეტყვით, ყველა თანამშრომელს, ყველა დეპუტატს არ ყავს მანქანა, არც სამსახურებრივი, არც პირადი და მათაც საკმაოდ უჭირთ კომუნიკაცია ინვესტორს მიეცეს ის შენობა, რომელიც მდებარეობს ჩაქვში საკურორტო ადგილზე, მაგრამ სამწუხაროდ ხალხი ვერ ჩამოდის ისეთი სიხშირით, როგორც ბათუმში იქნებოდა, ამიტომ ეს შენობა გადაეცეს მას, თავისი ეზოთი და სანაცვლოდ ქალაქში აშენდეს ორსართულიანი მარტივი თანამედროვე ფუნქციონალური შენობა უმაღლესი საბჭოსათვის.